20 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორამ სადღესასწაულო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ტიტულარული მიტროპოლიტი სერაფიმე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დაწყებამდე არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. სააღდგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებთ თანამემამულეთ. ქრისტე აღდგა. აღსდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენ იუტოდენ პირისაგან მისისა. და როგორც ქრება კვამლი, განქარდნენ, მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან. როგორი დიდი ნუგეშია წმინდა დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში, როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადის ჟამის აღსრულებას კი უკვე თითქმის 2000 წელია გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა. ჩვენს დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ. კიდევ ერთხელ მინდა მოკლედ შეგახსენოთ თუ როგორია გზა 64-დან მიწიერი ყოფის გავლით ცათა სასუფევლამდე. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა გამგებლად. მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა. იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი. დანარჩენი ქმნილებები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ამით შემოქმედმა განსაკუთრებული პატივი მიაგო ადამიანს და არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მის ნებას მიანდო. ჩვენს პირველმშობელთა მიმართ ამგვარი ამაღლებული დამოკიდებულების გამო შურით აღზრულმა ბოროტმა სულმა აცდუნა ისინი და განაშორა ღვთის დიდებას. ქვეყნიერება კი დარჩა უფლისაგან დადგენილი მზრუნველის გარეშე. ბოროტის ძალა მხოლოდ ადამისა და ევას შეცდენით არ დაკმაყოფილებულა. 1000-გვარი ხერხით იგი დღემდე ცდილობს თავისკენ გადაიბიროს კაცობრიობა და საბოლოოდ ახოცოს მასში ღვთის ხატება. მაგრამ ადამიანი ცოდვამ და სიკვდილმა ბოლომდე მაინც ვერ დასცა. ყოვლა ძლიერი, ცოცხალი, კურთხეული, უხილავი ღმერთის რწმენა განსაკუთრებით დიდი იყო რჩეულ ერში. მძიმე და დაძაბუნებულ მდგომარეობაშიც კი ამ წიაღში საუკუნეთა მანძილზე ჩნდებოდნენ ღვთისსათნო და რჩეული პიროვნებები,
რომლებიც ზეცისკენ მიმავალ გზას უჩვენებდნენ ხალხს. ისინი იმ იმედით იყვნენ ახსილნი, რომ შემოქმედი არ დაუშვებდა მუდმივ დასჯილობაში ცხოვრებასა და სიკვდილს და დაგვიბრუნებდა დასაბამისეულ პატივს. ამიტომაც გულდასმით იზიებდნენ სამოთხისეული მდგომარეობის დაკარგვის მიზეზებს და საზოგადოებაში მარადიული ღირებულებების განმტკიცებისთვის ძალისხმევას არ იშურებდნენ. ამასთან ღვთივსადნო ცხოვრების მაგალითს პირველ რიგში თვითონ იძლეოდნენ. მაცხოვარმა დედამიწაზე იმ წყევლის ქვეშ იცხოვრა, რაც ადამის მოდგმა მცოდვის გამო დაიმსახურა. თავად ყოვლად უცოდველმა იტვირთა უბრალო ადამიანის ყოფა. დაიბადა რახუროს ოჯახში, რომელიც ყოველდღიური შრომით მოიპოვებდა სარჩოს, ამასთან განკაცებული უფალი თავის ნებით ითმენდა ტკივილს, შიმშილს, დაღლას, შემდეგ კი უმადურობას, სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას და ღალატს. როგორი წარმოუდგენელია, რომ ღმერთი შენს გვერდით, შენი ცხოვრებით ცხოვრობს. უცოდველი ცოდვილთა შორის ჩვენ მძიმე ხვედს ტვირთულობს, რათა მოგცეს მაგალითი რწმენის, სიწმინდის, დათმენის, სიკეთის, სიყვარულის და რეალურად დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. 30 წლის იესო უცხადებს კაცობრიობას, რომ აღსრულდა საუკუნეთა მოლოდინი. განკაცდა მხსნელი, რათა შემოქმედი დაეხმაროს თავის ქმნილებას და ჩვენთვის ყოველი კეთილი შესაძლებელი გახადოს. ამასთან ხილული სასწაულებით უფალი მრავალგზის ამოწმებს, რომ აქვს ძალმოსილება განკურნოს ნებისმიერი უძლურება და სნეულება, გაათავისუფლოს ადამიანები ბოროტის სულებისაგან, აზიაროს ისინი ღვთის სიბრძნეს, რომ მხოლოდ მას შეწევდეს ძალა, დაამყაროს მშვიდობა, დაამარცხოს თვით სიკვდილი, დაღადგინოს მკვდრები. მაგრამ ღვთის რჩეული არის დიდი ნაწილი და მისი სულიერი წინამძღოლნი საბოლოოდ მაინც უგრძნობნი დარჩნენ უფლის მოწოდების მიმართ. ზურგი აქციეს ცხოვრების წინამძღვარს და მისი დასჯა მოითხოვეს. იგივე მოხდა ყველაზე ძლიერ და ფაქტობრივად იმ დროის ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოშიც, რომის იმპერიაში, რომლის ნაწილსაც ისრაელი მაშინ წარმოადგენდა. რომმა ღვთის სიბრძნეს და სამართალს თავისი იურიდიული კანონები შეაგება. აქ კი წესად ჰქონდათ იმადგან, რომელიც არ იყვნენ რომის მოქალაქენი, თუ კი ვინმე იმპერიული ღირებულებებთან და მისწრაფებებთან შეუთავსებელი იქნებოდა, თუნდაც იგი ჭეშმარიტების ქადაგებელი ყოფილიყო, ყველაზე დამამცირებელ საჯელს უქვემდებარებდნენ, ჯვარზე აკრავდნენ. ჯვარი წარმოადგენდა სიმბოლურ სახეს იმისას, რაც სიბნელეს, უმეცრებას, ბოროტებას უკავშირდებოდა და მათი აზრით სიკეთისა და ცივილიზაციის მტრობას ნიშნავდა. საერთო შედეგი კი ასეთი დადგა. ცოდვას დამონებულმა და სიკვდილს შეგუებულმა კაცობრიობამ ღმერთის მეუფებას თავისი ჩვეული ყოფა ამჯობინა. ჭეშმარიტ სიმართლეს სრულიად უსამართლო განაჩენი გამოუტანა და თავად სიცოცხლეს ჯვარზე სამარცხვინო სიკვდილი მიუსაჯა. ამაზე დიდი დაცემა აღარ არსებობს. ამაზე დიდი ცოდვის წარმოდგენა შეუძლებელია. მაშინ ზეციური ძალები შეძრწუნდნენ, ანგელოზები განცვიფრდნენ, სტიქიონები შეირყა, მთელი ქმნილება შეიძრა, მზე განერიდა, ქვეყანამ სიბნელემ მოიცვა, კრეცაბმელი განიპო, ანგელოზმა ტაძარი დატოვა. მაგრამ როგორ უპასუხა უფალმა ამ ენით აუწერელ დანაშაულს? გამაოგნებლად, მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით. მან მორჩილად
და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ განსცა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა. თავისი ყოვლად უცოდველი კაცობრივი სულის ღვთაებრივი ძალმოსილები ჯოჯოყეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა. ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის სათასასუფეველის გზა გაეკვალა. გავიხსენოთ ისიც, რომ ჯვარცმის წინ უფალი გულხმურვალედ ლოცულობდა გეციმანიის ბაღში და ცხადყოფდა, რა თავის ადამიანურ ბუნებას ევედრებოდა მამა ღმერთს. თუ შესაძლებელი იყო აეცილებინა მისთვის მოსალოდნელი ხვედრი. ამავე დროს იგი თხოვდა თავის ერთგულსა მოწაფეს ლოცვით შესწევნოდნენ, რადგან მისი სული დამძიმებული იყო სიკვდილის მოლოდინით, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს ადამიანური უძლურებით ჩაეძინათ. სამგზის სადა მათი სიფხიზლის შენარჩუნება უფალმა, მაგრამ ამაოდ, რითაც დედამიწა მაჩვენა, რომ რჩეულ მოწაფეთაც იმჟამად არ ქონდათ შინაგანი ძალა, უმძიმეს განსაცდელში მათ ცხოვრისთვის მცირედი თანადგომა გაეწიათ. უფლის ჯვარცმის კაცობრიობამ განაჩენი არა მარტო იესო ქრისტეს გამოუტანა, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან ამ იერიდან ქრისტეს მიმდევართათვის ხსნა სულიერ ჯვარცმას დაუკავშირდა. რა თქმა უნდა, მძიმეა ეს გზა, ეს ჯვარი, მაგრამ ამასთან მადლმოსილია იგი და მიმზიდველი, ერთადერთია და გადამრჩენელი. ამიტომაც ყავს ქრისტეს ეკლესიას ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი ამდენი წმინდანი და ერთგული შვილი. როდესაც ჩვენი მიწიერი ყოფა შენს უსამართლოდ დაგამცირებს, შეურაცხყოფს და გაგრიყავს, რადგან ჭეშმარიტებას ეძიებ და უარს ამბობ, ცოდვილ კეთილდღეობაზე იცოდე, ამით სოფელი აცხადებს, რომ შენ მისი არ ხარ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შენ უფლისა ხარ, ანუ იმ ჯვრის მტვირთველი ხარ, რომელიც ქრისტეს მიმდევართათვის იქცა სამართლიანობის, ერთგულების, ღირსების, სიკეთის, ჭეშმარიტების ხატად და მარადიულ სიცოცხლის ნიშნად. მაცხოვარი გვიხმობს ყველას და განგვამტკიცებს, განსაცდელი გექნებათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით მე ვძლიე სოფელს და თქვენთანა ვარ დღემუდან ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. დაიცავით ჩემი მცნებები და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით შეგისრულდებათ. ოღონდ როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ისევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი. დღეს მსოფლიოში მრავალგვარი რთული პროცესი მიმდინარეობს. დროს თითქოს დაჩქარდა, მოვლენების და შეხედულებების სწრაფად ისვლება, დაპირისპირებულობა, არასტაბილურობა, ეკოლოგიური პრობლემები, მუდმივი სტრესი, ომები, ჩვენი საერთო რეალობად იქცა. მშვიდობის მოსურნეთა მონდომება დიდია, თუმცა შედეგის მიღწევა იოლად არ ხდება. ღმერთმა დალოცოს მშვიდობის მყოფელნი, ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მსოფლიო. არსებულმა ვითარებამ ყველა უფრო მეტად უნდა დააფიქროს სიცოცხლის არსზე და მარადიულ ღირებულებებზე. ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი. აქ ამ ქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფმა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გქონდეს, რაც პირველ რიგში ეკლესიის საშუალებით მიიღწევა. მხოლოდ ეკლესია გვიცხადებს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს, გვახედებს ჩვენ სულში და სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ყველაზე ჭეშმარიტ და სწორ შესაძლებლობას გვთავაზობს. ის არ გთხოვს შეუძლებელს, პირიქით, გვიხმობს ჩვენი სისუსტეებით და დასაძლევად ძალად გვაძლევს. ის გულში გვიკრავს, მაგრამ უკეთურ თქმედებას არ მოგვიწონებს. ამასთან ჩვენ სულიერ და შინაგან ძალებს განამტკიცებს და ყველაზე რთულ ვითარებაშიც იმეს არ გვაკარგინებს. საეკლესიო დღესასწაულთა შორის ყველაზე გამორჩეული ადგილი ადგომას აქვს, რადგან სწორედ იგია წინასახე ზეციურ უხსნელობაში ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მინიჭებისა.
რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვენ ვზეიმობთ უფლის ადგომას, ამავე დროს დღესასწაულობთ უხრწნელი სხეული ჩვენს მომავალ დამკვიდრებას სათაშინა. იესო ქრისტე მოგვცა მაგალითი, როგორც ამ ქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა. ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი და კაცის მიერვე ადგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში ცოცხლობს ყველა. კაცობრიობის საყოველთაო ადგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა. ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და სინამდვილეში მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს. რადგან როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ას ქრისტე აღმდგარა და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც. მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ? რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუ კი არ მოკვდა. ასევე მკვდართა აღდგომასაც ითესება ხრტნილებაში, აღდგება უხრწნელებაში. ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნების აძლევს აზრ ჩვენს ყოფას იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს სხვათადმი მსახურებას, თამდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობის მყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას. ჯვარცმის შემდეგ ისინი, რომლებიც საფლავთაგან აღდგნენ, გახდნენ პირველი მქადაგებელნი ქრისტეს აღდგომისა და როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს ისინი, რომლებიც საკუთარი თვალით ხედავდნენ გახსნილ სამარეებს და ისმენდნენ საფლავთაგან გამოსულთა ქადაგებებს. როგორ არ დაიჯერებდნენ აღდგომის სასწაულს მენელსაცხებლე დედები და მოწაფეები, როცა 40 დღის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა უხრწნელი სხეულით აღმდგარ უფალთან და მისგან დარიგებებს კვლავ იღებდნენ. როგორ არ დაიჯერებდნენ მომხდარს იესო ქრისტეს ასობის სხვა თვითმხილველნის და მისისა დამაღლების მოწმენი. ის ურყევი რწმენა და უფლის სწავლანი შინაგანად სულიერად გამბრძნობილმა და გამტკიცებულმა მოციქულებმა და ეკლესიამ მთელ ქვეყანას განავრცეს. წმინდა ეფრემ ასური წერს, მკვდართა აღდგომისას მიწა უკან აბრუნებს ადამიანთა ისეთივეს, როგორიც იყო, იმათაც, ვინც ზღვამ შთანთქა, ვინც ხეცებმა და ფრინველებმა შეჭამეს, ვინც ცეცხლში დაიწვა. აქ ერთადერთი სუნახავნი ისინი იხილვებენ ერთმანეთს. დედა იცნობს, რომ ეს მისი შვილია და შვილი იცნობს, რომ ეს მისი დედა. ამასთან თითოეული სხეული თავის საქმეებს აჩვენებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ საქმეებს საკუთარი სხეულით ატარებს და ყველა შესაბამისად მიეგება საზღაური. ადამიანი არ არის ცალკე არც სული, არც სხეული, არამედ მათი ერთობა. ასე შეიქმნა იგი თავიდანვე, ამ ერთობას არღვევს სიკვდილი, რადგან ცოდვის შედეგია. აღდგომით ჩვენი განახლებული სხეული და სული კვლავ შეერთდება და ღირსთათვის სამოთხისეული მდგომარეობა უფრო აღმატებული სახით დაბრუნდება. ეს კი მეორედ მოსვლის შემდეგ აღესრულება, როცა შეიქმნება ახალი მიწა, ახალი ცა. სიკვდილი სრულიად განქარდება და მარადისობაში ჩვენი საბოლოო დამკვიდრება მოხდება. მაგრამ ვიდრე არ დამდგარა ჟამთა აღსასრული და გარდაცვლილთა სულები თავის უხრწნელი სხეულით შემოსვის მოლოდინში არიან, ვიდრე შესაძლებელია როგორც საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და სხვათადმი, ასევე იმ ქვეყნად წასულ ჩვენ სახლობელთათვის ლოცვა და სიკეთის ქმნა, ადამიანთა გამოხსნის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ არის. გუჯერა ეს თუ არ გჯერა, გსურს ეს თუ არა, რეალობა ერთია. ჩვენი არსებობა ამ წუთის სოფლით არ მთავრდება. ამ ქვეყნად აღვასრულებთ არსებობის იმ სახეს, რაც გარდაცვალების შემდეგ ჩვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს. ასე რომ ჩვენი ყოველდღიური მოქმედებით
აზროვნებითა და მეტყველებით ჩვენ თვითონ ვძერწავთ, ჩვენ თვითონ ქმნით ჩვენ მარადიულობას, კარგს ან ცუდს. და როგორც 64-ში ისევე აქაც დედამიწაზე ჩვენზეა დამოკიდებული რას ავირჩევთ მიზნად, სიკეთეს თუ ბოროტებას, სიცოცხლეს თუ სიკვდილს. აირჩიე სიკეთე და სიცოცხლე, ამით დაამტკიცებ, რომ აფასებ ღვთის სიყვარულსა და მსხვერპლ შენს გადასარჩენად გაღებულს და აფასებ საკუთარ სიცოცხლეს შემოქმედის უდიდეს წყალობას შენდამი. მადლისმიერი განხთობის შესაძლებლობაზე დიდი რა უნდა იყოს ადამიანისთვის. ამიტომაც რა პროფესიისა და ასაკისაც არ უნდა იყო და რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველივე მიმართე ღვთის სადიდებლად და მის სამსახურად და ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს. თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულის წმინდისა, რომელიც ღვთისაგან და არ ეკუთვნის თქვენ თავს. ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულითა და თქვენი სულით, რომელიც არიან ღვთისა. დღეს მსოფლიოს ეფინება საოცარი საგალობელი. ნათელ იღე იერუსალიმ, რამე თუ მოწელნულართ ნათელი შენი და დიდება უფლისა შენზე და გამობწყინდა და ვიდოდიან ყოველნი ნათესავი ნათელსა შენსა. განიღვიძე სიონ, განიღვიძე და აღდეკ იერუსალიმ და დაიდ გვირგვინი სიკეთისა შენისა სიონ და შეიმოსე დიდება შენი იერუსალიმ. განიძარცვე სამოსელი გლოვისა შენისა და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისა. ქალაქო წმიდაო, რამე თუ აჰაესერა მწუხსა განისვენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული აღდგომისაი. აღდგომილმა მაცხოვარმა თქვენც მოგმადლოთ სიხარული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ დაგლოცოთ, სულიერად განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ თითოეული თქვენგანი. მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვის დღე. აღდგომა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება. აღდგომა პატიება და გამოსყიდვა და სიხარული. აღდგომა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლოს სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, თბილისი, აღდგომა ქრისტესი, 2025 წელი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემოგბრძანებისთანავე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოგბრძანებული ღვთიური ცეცხლი მიაბრძანეს. შემდეგ დაიწყო ლიტანიობა, მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. მღვდელმთავრებმა მრევლთან ერთად სამების საპატრიარქო ტაძარს გარშემო ლოცვით, გალობით, ხატებით, ჯვრებითა და სხვა სიწმინდეების თანხლებით შემოუარეს. ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უდიდესი ზეიმია ეს დღე და დრეთით აბდგარმა მაცხოვარმა გამოიხსნა კაცობრიობა და შესაძლებლობა მიეცა ადამიანს, რომ დაბრუნებულიყო საღვთო წიაღში, ცათა სასუფეველის მკვიდრი გახვდარიყო და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს წირვა სამების საკათედრო ტაძარში. ეს ძალიან დიდი ზეიმია ჩვენთვის. უნატრებული ვართ ჩვენი პატრიარქის მსახურებაზე დასწრებას და ულოცავს ჩვენს პატრიარქს და სრულიად საქართველოს. ულოცავს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ამ არამც თუ დიდებულ დღესასწაულს, არამედ დღესასწაულთა დღესასწაულს, როგორც ითქმება ხოლმე, ეს არის დიდი სიხარულის, დიდი იმედების, დიდი ბედნიერების დღე.
ეს არის მთავარი დღე ალბათ თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის. ულოცავ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერია საქართველო უწმინდესის ლოცვა კურთხევით ნამდვილად საოცარი დღე იყო და მინდა ბედნიერება უსურვო ერთიან საქართველოს და მალე სოხუმში ყოფილიყო ჩვენი უწმინდესის ლოცვა კურთხევით ერთიან საქართველოს გაბრწყინება და გაძლიერება და გილოცავთ კიდევ ერთხელ. უდიდესი დღესასწაულია სრულიად საქრისტიანოში ყველა მართლმადიდებლური ქვეყნისთვის და თავისთავად მინდა ეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცო პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ყველა მართლმადიდებელს, სრულიად საქართველოს, მთელ მსოფლიოს და ამ დღის ძლადამადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს მოდგმას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი პატრიარქის, ჩვენი მდოლსახურების ლოცვა და ძალადამადლი შეწევდეს ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სამშობლოს. ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ უდიდეს დღესასწაულს, აღდგომას უფლისას ჩვენისას, იესო ქრისტესი. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების უდიდესი დღესასწაული საქრისტიანოში და ღმერთმა ქნას რომ ეს გამარჯვება სიკვდილზე სიცოცხლისა საქართველოსაც გადავიდეს და გამთლიანდეს, გაბრწყინდეს და გახარებული და გაძლიერებული იყოს ჩვენი ქვეყანა. ულოცავ მთელ ქვეყანას, გილოცავ თქვენ, ულოცავ მთელ ბრელს, ვინც დღეს ბრძანდება და რასაკვირველია ულოცავ ჩვენ პატრიარქს, რომელიც დღეს მობრძანდა და ესე გაახარა ჩვენი გულები. ულოცავ ყველას ამ დღესასწაულს, როდესაც სიყვარულმა გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგი იყო, ჯვარზე გააკრეს და მოკლეს და ის აღდგა და თითოეულ ჩვენთანგანში მისი ძალი და მადლი ვლინდება და დღეს მოვიდა პატრიარქი და ვართ ძალიან ბედნიერები ყველანი ჩვენი გუნდი და მთელი მრევლის უყველა ტაძარში მისმა მოსვლამ მოიტანა სინათლე და მოიტანა აღდგომის სიხარული გაორმაგდა და გაათმაგდა, იმიტომ რომ ჩვენი პატრიარქი ყველაზე მეტად გვაჩვენებს ღმერთის სიყვარულს, ის არის შუამავალი, ის არის ხატის აღთო სიყვარულისა. და ღმერთს ვთხოვთ, რომ დიდხანს იყოს და ღმერთს ვთხოვთ, რომ იყოს მშვიდობა ჩვენ სამშობლოში და ულოცავს უყველას ამ დიდებულ დღესასწაულს. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ულოცავ სრულიად საქართველოს, ულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს, ჩვენს ბერმუხას, რომლის შრომამ და რუდუნებამ აი მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენი ტაძრების სავსეა გადავსებულია მთელ საქართველოში და უცხოეთში, სადაც კი ჩვენი დიასპორები არის. ღმერთის წყალობით, აი ამდენი ადამიანი არასად არ გვინახავს, ხო, ტაძრებში, ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებში და ნიშნავს იმას, რომ საქართველო მართლა საზეპურო ერია. ჩვენი პატრიარქის ხელში კიდე და ჩვენი წმინდა სინოდის და ჩვენი მოძღვრების ხელში კი ნამდვილად იმ გზაზე მივდივართ, რომ როგორც ნათქვამია წმინდა მამების მიერ საქართველო გაბრწყინდება. თავარია ერთმანეთი გვიყვარდეს, როგორც პატრიარქმა ბრძანა ხო გახსოვთ, საქართველო მიყვარხარ სამჯერ გაიმეორა. ეგ არის ჩვენი ნიშანსოთი, ამ სიყვარულით უნდა ვიაროთ. ულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს პატრიარქს, მის მოსაყრეს მეუფეშიოს. ეს დღე ყოფილიყოს ყველასათვის მადლიანი და დღევანდელი დღე დიდი დღეა საქართველოსთვის. დიდი დღესასწაულია აღდგომა და ულოცავ სრულიად საქართველოს. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავ ჩვენს უწმინდეს ტკბილ პატრიარქს დიდი სიყვარულით მეუფეშიოს, მთელ სასულიერო დას, სრულიად საქართველოს, მთელ საქრისტიანოს და შეეწიოს სრულიად საქართველოს და მთელ საქრისტიანოს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მადლი და ძალა. ტაძარში შეკრებილები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. საქართველოს ეკლესიის მეთაურს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს ნათლულებმაც. სრულიად საქართველოს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, განსაკუთრებით მის უწმინდესობას, უსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და პატრიარქის ნათლულთა გუნდის სახელით კიდევ ერთხელ ულოცავ ამ არაჩვეულებრივ დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს და სრულიად საქრისტიანოს. ულოცავ სრულიად საქართველოს, მთელ საქრისტიანოს, მართლმადიდებლურ სამყაროს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ღმერთმა გაერთიანოს საქართველო, გაამთლიანოს
და ყველას გულებში დაბადებული იყოს ქრისტე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავ სრულიად საქართველოს. ჩვენს უწმინდეს მიულოცავ ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს. ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა ის, რომ უწმინდესი არის ჩემი შვილების ნათლია, ჩემი 6 შვილის ნათლია გახლავთ და მინდა გულითადად დავლოცო და დღეგრძელობა უსურვო. ჩვენ ქვეყანას კიდევ უსურვებ გამწყინებას და გამთლიანებას. შეეწიოს აღდგომის მადლი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის უდიდესი დღესასწაული. მთლიან საქართველოს ვილოცავ. ბრავოს და ეს არის. მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს ნათლია პატრიარქს ვილოცავ აღდგომის ამ დღესასწაულს. მინდა რომ აი ეს დღესასწაული განსაკუთრებული იყოს ჩვენთვის და სრულიად საქართველოს მასშტაბით და ყველა ჩვენს საქართველოს ცხოვრებს და არა მარტო საქართველოს ცხოვრებს, სხვა ქვეყნების ცხოვრებსაც ვილოცავ აღდგომას და ბედნიერი და ჯანმრთელი ყოფილიყო მთელი ცხოვრება. მე მთელ საქართველოს ვილოცავ აღდგომას და განსაკუთრებით ჩემ ნათლიას პატრიარქს მინდა რომ ჯანმრთელი იყოს. დღეს მე მინდა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს ნათლიას პატრიარქს მიულოცო აღდგომა. ყველას ვილოცავ აღდგომის დღესასწაულს. განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს. ყველა დაესწროს მრავალს. მინდა რომ მიულოცო აღდგომა ყველას და განსაკუთრებით ჩემს პატრიარქს და მინდა რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. დღეს აღდგომის დღესასწაულზე მინდა ჩვენ პატრიარქს მიულოცო დღევანდელი აღდგომის დღესასწაული. მინდა მთელი საქართველო კარგად იყოს.